ირანელმა მომიტინგეებმა ყუდსის ძალების გარდაცვლილი სარდლის ძეგლი დაამხეს. ეს არის ყასემ სულეიმანის ძეგლი, მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრის, რომელიც 2020 წელს ამერიკის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა. მონუმენტი ანტისამთავრობო პროტესტის მე-11 ღამეს ჩამოაგდეს. საპროტესტო გამოსვლები ირანში მზარდი ინფლაციის, ვალუტის კურსის ვარდნისა და ენერგეტიკული კრიზისის გამო დაიწყო. სიმართლე ის არის, რომ ხალხს უკვე ყელში ამოვიდა. მათ აღარ შეუძლიათ არსებული პირობების გაძლება. ინფლაცია და ფასების მატება უკონტროლოა. მოსახლეობის დაახლოებით 60-70%-მდე სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. საპროტესტო აქციები ამჟამად ირანის 31 პროვინციიდან 28-ში მიმდინარეობს. ვინაიდან დემონსტრაციები 12 იანვრისთვის უკვე მე-12 დღეა გრძელდება, რადიო თავისუფლების პროექტმა რადიო ფარდამ 25 მომიტინგის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. ზოგიერთი უფლებადამცველი ჯგუფი აცხადებს, რომ დაღუპულთა რეალური რაოდენობა გაცილებით მაღალია, დაკავებულთა რიცხვი კი 2000 აჭარბებს.